მოცვის მწარმოებლებისთვის ახალი ფინანსური მხარდაჭერა ამოქმედა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს ახალი ქვეკომპონენტი დაემატა. სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტ შეღავათიანი აგროკრედიტი ახალი ქვეკომპონენტი დაემატა, რომელიც ლურჯი მოცვის პირველადი წარმოების დაფინანსებას ითვალისწინებს. ცვლების მიზანი 2025 წლის თებერვალში დიდთვალობით დაზარალებული სექტორის დახმარებაა. უფრო ვრცლად სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ სტუმართან სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან გიორგი დარჩიასთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოცვი ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ის კულტურაა, რომელიც განსაკუთრებულ დატვირთვას და საექსპორტო მნიშვნელობას იძენს, გარდა იმისა, რომ დაუშვათ ადგილობრივი მომხმარებლებისთვისაც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მხარდაჭერა, თავიდანვე მინდა რომ ეს ცხადი გავხადო, თუმცა მაყურებლისთვის უფრო კაფეო რომ იყოს, რა პროგრამაზეა საუბარი, რა ტიპის მხარდაჭერაზე, ვის შეიძლება მიღება და ეს იქნება ჩვენი დღევანდელი საუბრის მთავარი თემა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. თქვენ სწორად ბრძანეთ, მოცვი არის ერთ-ერთი ის მაღალხარისხიანი და ნიშური პროდუქტი, რომელიც ჩვენ პოზიციებს აძლიერებს საერთაშორისო ბაზარზე. ეს გარკვეულწილად გარდა იმისა, რომ კერძო სექტორის აქტივობის შედეგია, განპირობებულია იმითაც, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს დახმარებები ფოკუსირებული არის ამ კულტურაზეც. 29 მილიონი შეადგინა წელს უკვე საექსპორტო გაყიდვებმა, რო შემეშალოს 4000 ტონაზე მეტი არის ექსპორტირებული, რაც 9%-ით მეტი არის შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელთან და როგორც თქვენ ბრძანეთ, ჩავამატეთ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში ეს კომპონენტი იმისთვის, რომ რას გულისხმობს მაგალითად ეს ამ კომპონენტის ჩამატება? დიახ. ესე იგი, ეს არის დანერგე მომავალში მოცვი ისედაც არის, მოცვის გაშენება შეუძლიათ ფერმერებს და აშენებენ 3000 ჰექტარზე მეტია გაშენებული, ეს გულისხმობს უკვე საოპერაციო ხარჯებს. შეღავათიანი აგროკრედიტი ითვალისწინებს ძირითადად კაპიტალური ხარჯების დაფინანსებასთან დაკავშირებული სესხების პროცენტის დაფინანსებას. ეს უკვე საოპერაციო ხარჯებზე არის საუბარი. მოვლა, მაგალითად, სასუქები, პესტიციდები, სამუშაო ძალის დაქირავება, აგროტექნიკის დაქირავება და ასე შემდეგ. ყველა ის საოპერაციო ხარჯი 12 თვის განმავლობაში დაფინანსდება სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ 9%-ის სესხის 9%-ის ოდენობით და აი იმ საოპერაციო ხარჯების დაფარვაში დაეხმარება მოცვის მწარმოებლებს. თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ გარკვეული საფრთხე შეექმნა, რომ სექტორს უკან დაეხია არადა დინამიური სექტორი არის, იმიტომ რომ მეტეოროლოგიური ვითარება იყო რთული, ამიტომ ეს საფრთხე რო გაგვენეიტრალებია, ამიტომ ჩაუშვით ერთი წლით ეს პროგრამა. ანუ მოთხოვნა იყო, ინტერესი იყო და ამანგი ვიძგა თუ ეს იყო დაუშვათ თქვენი გადაწყვეტილება ერთგვარი მხარდაჭერის კუთხით და რეალურად დღეს შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, რომ ეს კულტურად პოპულარობის იმ ეტაპზეა, როდესაც ბიზნესი და ფერმერები აქტიურად ცდილობენ ყოველ შემთხვევაში მისი დაკავებას და რეალურად ამ მიმართულებაზე უფრო მეტ აქცენტს აკეთებენ. კარგი შეკითხვა არის, სწორედ ბრძანებთ. ერთი მხრივ მოთხოვნა, მეორე მხრივ ჩვენი დაკვირვება. ჩვენ ხომ ვიცით ბაზარი როგორ ვითარდება, რამდენად დინამიურია. როცა პროგრამის დიზაინი დგება, ჩვენ სტატისტიკას ვეყნობით და ასევე შესაძლებლობა გვაქვს, რომ დავეყნოთ მათ მოთხოვნებს. მოცვის მიმართულებით არის ასოციაცია საკმაოდ ძლიერი, მათთან და სხვა ასოციაციებთან, დარგობრივ ასოციაციებთან სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიაში გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია და გვიდევს პულსზე ხელი. შევამჩნიეთ, რომ საფრთხე დგებოდა და ამიტომ დავამატეთ ეს კომპონენტი. გაქვთ დაუშვათ ერთი წლის ვადით, რადგან არის შეფიქრობთ თუ არა, რომ შეიძლება ეს უფრო გაგრძელდეს, თუ ეს მოკლევადიან პერიოდში სწორედ ამ დიდთვალობისა და სტიქიური ამბების გამო განპირობებული ამით არის და შესაბამისად შემდგომ ამის საჭიროება აღარ იქნება. აი
ზუსტად იმ საფრთხის განეიტრალების გამო იყო, რაც ემუქრებოდა სექტორს ამინდიდან გამომდინარე, რომ უკან არ დაეხია სახელმწიფოს როლიც რა არის, ხო? როცა კერძო სექტორი წინ მიდის დინამიური აქტიურობს, ხელი შეუწყო. იყო საფრთხე უკან დახევის მათზე დამოუკიდებელი მიზეზებიდან გამომდინარე, აქ გავაკეთეთ ინტერვენცია. იმედი გვაქვს, რომ გაისად ყველაფერი კარგად იქნება. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც სახელმწიფოს მხარდაჭერა მუდმივ ეტაპზე ჭირდება, თუმცა ზოგადად სუბსიდირების და ამ ტიპის მხარდაჭერის პროგრამები მაინც ბიზნესურად არ ითვლება სწორ, ამიტომ საინტერესოა რეალურად რამდენად რეალური ხელის შემწყობი შეიძლება აღმოჩნდეს ეს პროგრამა, მათ შორის ახალისების კუთხითაც ამ სექტორში მომუშავე ფერმერებისთვის რამდენად რეალურად სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება იმისთვის, რომ ეს სექტორი რეალურ ბიზნესად იქცეს და არ იყოს მხოლოდ რაღაც კონკრეტულად მცირე მეწარმეების და დაუშვათ ამ სექტორში დასაქმებული ვიწრო ჯგუფების კონკრეტული საქმიანობის ნაწილი. დაგეთანხმებით იმ ნაწილში, რომ ზოგადად სუბსიდია ბიზნესისთვის არ უნდა იყოს საჭირო. თუმცა ისიც ვაღიაროთ, რომ სოფლიოში აგროსექტორი სხვადასხვა მიმართულებებით სუბსიდირებული არის. როცა დგება გასაჭირი გარე მიზეზებიდან გამომდინარე და თვითღირებულება გეზრდება, რომ ეს გასაჭირი დააკომპენსირო, შენი კონკურენტი ალბათ უფრო ძლიერია იმ მომენტში შენზე. ამიტომ კონკურენციისთვის რომ გაეძლო ამ სექტორს წელს, რაც ვნახეთ, რომ უკვე საექსპორტო მიმართულებით მკვეთრი ზრდა არის, სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და მივიღეთ მოკლევადით. სხვა რა მიმართულებებია, რომელზეც ასევე აქცენტს აკეთებთ და დაუშვათ გაქვთ გეგმაში, რომ რეალურად მხარდაჭერა გამოუცხადოთ, იმიტომ რომ თქვენი სააგენტო ისეთ მიმართულებას აფინანსებს და ისეთი მხარდამჭერი პროგრამები გაქვთ, რომელთაც მათ შორის ამ ეთერში ძალიან ხშირად უსაუბრია ბიზნესს და უთქვია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ისე როგორც აწარმოეს პროექტები, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დახმარების კუთხით. ამიტომ საინტერესოა, სხვა რა მიმართულებებია, რომელიც წელს პრიორიტეტულია და რამდენად რეალურად იღებენ ეს ადამიანები აი ამ მხარდაჭერას და დახმარებას, ანუ რამდენად მასობრივად შეუძლია ყველას ამ პროგრამებით სარგებლობა. თუ ეს ხომ არ არის კონკრეტულად მხოლოდ დაუშვათ უკვე მსხვილი ჯგუფების თვის რეალურად შესაძლებელი და თუ მას რამდენად მასშტაბურია ამ პროექტების მნიშვნელობა ფართო საზოგადოების და ამ სექტორში დასაქმებული მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის. თუნებას მომცემთ ორად გავყო. კი ბატონო. ამ პასუხს პირველ ნაწილში მინდა იგივე კონტექსტი გავაგრძელო, რაც უკავშირდება დასავლეთში დიდთოვლობას. ამ მიმართულებით სიახლე რაც არის ის, რომ იმერეთის და გურიის რეგიონში მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის, ქალების საპილოტე პროგრამის და შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსების პროგრამის ბენეფიციარებს მიადგათ დიდი ზარალი. ეს საპილოტე ქალების პროგრამა ითვალისწინებს სათბურების მშენებლობას. ესე იგი, რაც მე ჩამოვთვალე, ყველაფერი დაკავშირებული არის ნაგებობასთან. იმერეთში და გურიაში დაინგრა ეს ნაგებობები. ამიტომ ჩვენ ეხლავე უკვე ჩავუშვით ფაქტიურად როგორც მოცვის აგროკრედიტი და ეს პროგრამაც პრაქტიკაში ივლისის თვეში, ივლისის მეორე ნახევრიდან გაეშვება, უშვებთ პროგრამებს, რომ ეს ზარალიც დავაკომპენსიროთ. ესე იგი, ფერმების შემთხვევაში მერძევეობის პროგრამა რაც ვახსენე, ეს იქნება 40,000 ლარიანი დახმარება, სათბურების შემთხვევაში ეს იქნება 25,000 ლარიანი დახმარება და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების შემთხვევაში ეს იქნება 100,000 ლარიანი დახმარება. ეს ყველა იქნება ერთჯერადი დახმარებები იქნება და ამ სამივე პროგრამის ამ სამივე მიმართულების ბენეფიციარები ოღონდ რომელმაც ისარგებლეს შეღავათიანი აგროკრედიტით, მათაც დავეხმარებით. ანუ იმის მიუხედავად, რომ აგროკრედიტით ის უკვე სარგებლობს, რეალურად თუ ზარალი მიადგა, ისიც ისარგებლებს აი ამ პროგრამით. მნიშვნელოვანია, მაგრამ მეტი დეტალისთვის კი ბატონო. მეორე ნაწილიც მოგახსენე. და მე დავუცბად დავსვავ კიდევ ერთ კითხვას. კი ბატონო. ესე იგი, მეორე ნაწილი რაც მინდა რომ ანონსივით თქვა, ეს არის რომ 8 ივლის ჩაუშვებთ პროგრამას, ეს არის მაღალმთიან რეგიონებში საწარმოების განვითარების მხარდაჭერის პროგრამა. აქ საყურადღებო ის არის, რომ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საწარმოებზე არ არის საუბარი, საუბარია
ყველანაირ ბიზნეს საწარმოზე, ეს იქნება კვების ობიექტი, იქნება სასტუმრო, თუ ასე შემდეგ, ყველანაირი, რაც არ არის გარკვეულ შეზღუდვებში მოქცეული, დავეხმარებით მათ. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე დაახლოებით 9 მილიონით გვყავს დაფინანსებული 114 ბენეფიციარი, 8-ში გაიხსნება ეს. მაგრამ პირობა არის, რომ უნდა იყოს მაღალმთიანი. აუცილებელი პირობა, ეს არის ფოკუსირებული სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა მაღალმთიან რეგიონებში. და ნუ კიდე პატარა შეღავათი აქვთ ახალგაზრდებს. აქ არის 30,000-დან 100,000 ლარამდე თანადაფინანსება, 50%-ის ჯამური ღირებულების 50%-ის, აი 10%-იანი შეღავათი გვაქვს კიდე დამატებით ახალგაზრდებისთვის და მნიშვნელოვანია რომ არ უნდა იყოს მთლიანი პროექტის ჯამური ღირებულება 9 მილიონ ლარზე მეტი, რომ არ გამოგვივიდეს რომ გიგანტ ბიზნესებს ეხმარებით. რეალურად ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი შეეხეთ და სწორედ ამის გათვალისწინებით ვკითხულობ. მე სპეციალურად ვიკითხე, რამდენად მასობრივად შეუძლიათ ადამიანებს მოგმართონ, ვისაც ბუნებრივია სოფლის მეურნეობის და ამ მიმართულებით აქვთ გარკვეული ინტერესები და ვინ შეიძლება იყოს თქვენი ბენეფიციარი. იმიტომ რომ მსხვილი ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომა, მათ შორის საბანკო სექტორი, მიუხედავად იმისა, რომ მათი არსებობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ძალიან კარგად გვესმის, რომ მათთვის შედარებით ხელმისაწვდომია დაუშვათ იგივე საბანკო სესხების ნაწილი, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანი რომ თქვენნაირი ტიპის ორგანიზაციისგან მათ მცირე და საშუალო ბიზნესს მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ. ამიტომ რამდენად მასობრივად შეუძლიათ, ანუ რამდენად რეალურად შეუძლიათ რომ მოვიდნენ და მიიღონ თქვენგან მხარდაჭერა, სად უნდა მოგაკითხონ, რა ტიპის შეზღუდვები არსებობს ამ მიმართულებით, ეს ინფორმაციაც რომ მივაწოდოთ. კი ბატონო. ესე იგი, ნაწილობრივ ეგ ნაწილი წინა კითხვა-პასუხში აღნიშნეთ თქვენს და მეც რომ 9 მილიონ ლარზე მეტი არ უნდა იყოს. რაც მინდა გადავთარგმნო იმაში, რომ პროგრამის დიზაინი უკვე ითვალისწინებს იმას, რომ ფოკუსი აქვს აღებული გარკვეულ კატეგორიაზე. კატეგორია ის, რაც თქვენ ბრძანეთ, მოწყვლადი, განვითარებადი მეწარმე, ხო? ეს დიზაინს რაც შეეხება, დიზაინშივე დევს ისეთი ასპექტები, რომ ფოკუსი გასწორებული იყოს პროგრამის. რაც შეეხება მომართვიანობას. ესე იგი, თქვენ როგორც იცით, ჩვენ გვაქვს ვებგვერდი, საზოგადოებისთვის ეს ცნობილია, ჩვენ გვაქვს 54 რეგიონული ოფისი, გვაქვს თბილისის მთავარი ოფისი და როგორც ვებგვერდიდან, ასევე ფიზიკურად ჩვენი ოფისების მეშვეობით შეუძლია შემოიტანონ განაცხადები და ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია ჩვენ საკომუნიკაციო არხებზე, სოციალური ქსელებს გულისხმობ, ჩვენ ვებგვერდზე და გვაქვს ის ბედნიერება, რომ თქვენაირი პოპულარული გადაცემებიც გვიწვევენ სტუმრად და ამის აფიშირების საშუალება გვეძლევა დროთა დრო, რომ რაც შეიძლება მეტ ხალხს მივწვდეთ. კი ბატონო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მასობრივად მივაწოდოთ ეს ინფორმაცია და ჩვენი საუბრის ბოლოს მოცვის ნაწილს რომ დაუბრუნდეთ, ვინ შეიძლება რომ ისარგებლოს ამ პროგრამით კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც უკვე საქმიანობენ, თუ რომლებსაც შეუძლიათ რომ ეხლა დაიწყონ საქმიანობა ამ მიმართულებით, ანუ კონკრეტულად ვინ არიან ის ადამიანები, რომ მაქსიმალურად რეალურად ქონდეთ ეს ინფორმაცია, რომ უკვე მოგაკითხონ ამ მიმართულებით. ამ მიმართულებით ყველა არის ბანკის კლიენტი. ვინცაც ბანკი გადაწყვეტს, რომ მისცეს სესხი თავისი დებულებიდან და საოპერაციო წესებიდან გამომდინარე, მისცემენ სესხს, ჩვენ დაუფინანსებთ იმ პროცესს. არ გაქვთ დაუშვათ იმის განცდა, რომ შეიძლება ან ყოველ შემთხვევაში პრაქტიკულად გამოცდილებამ რაცა ჩვენა, რომ ბანკები რამდენად სწორად გასცემენ, ბანკი რამდენად რეალურად არის დაინტერესებული. ხომ არ აქვს არის დაუშვათ მიკერძოებას ადგილი, იმიტომ რომ ეს სახელმწიფო თანხა ამ გასაგებია რომ ბანკს თავის ინტერესი აქვს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაუშვათ ეს სამართლიანობის განცდა ადამიანებს არ დაუკარგოთ. ამიტომ მნიშვნელოვანი რამდენად აქტიურად თანამშრომლობთ საბანკო სექტორთან ამ მიმართულებით, რომ რეალურად მიიღოს იმან, ვინცაც ამის რეალური საჭიროება აქვს. კი ბატონო. ესე იგი, საბანკო სექტორში რო კონკურენცია ჯანსაღი არის, ამაში დამეთანხმებით ჩვენი ეროვნული ბანკი ამას უზრუნველყოფს წლებია და საერთაშორისო კვლევებიც ამას ადასტურებს, რომ ერთ-ერთი ჯანსაღი საბანკო სექტორი და ინდუსტრია 17 ბანკია თუ არ ვცდები ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან ყველანი. მიკერძოება
არც კი წარმომიდგენია. ეს ერთი, მეორე, ბანკის ინტერესი არის პირდაპირ. ანუ აქ ამ პერიოდის გამოში არ ყოფილა მე დავუშვათ ფერმერი, რომელსაც თქვამს, რომ მე ბანკმა დამიხარვეზა უხეშად, რომ თქვათ რეალურად ეს პროექტი და რეალურად შემექმნა პრობლემა ამ ნაწილში. პროექტს არ დაუხარვეზებს. პროექტი ცალკე დგას, ბანკის სესხი ცალკე. ხო, სესხი ვისაც ეკუთვნის და სესხი გაიცემა, იმათ უფინანსდება უბრალოდ საპროცენტო განაკვეთა. თუნებას მომცემთ, ვერ დავასრულე მე კიდე მინდოდა მეთქვა, რომ 15 ივლისს კიდე ახალ ეხლა დროებით შერჩერებულ პროექტს ჩაუშვებთ. ეს არის მოსავლის ამღების ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა. ანუ მოცვის ნაწილი ერთი, დითოლობის დაზარალებულების ნაწილი მეორე და კი ბატონო მაღალმთიანი და ეხა ეს მეოთხე პროექტი. მეოთხე 15 ივლისს ჩაუშვებთ მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას. აქაც დავეყრდენით ბაზრის მოთხოვნას. ამ პროგრამის მიზანი არის, რომ ხელმისაწვდომობა გავზარდოთ მოსავლის ამღებ ტექნიკაზე. ჩვენ დავაკვირდით, რომ ბოლო 3 წლის დინამიკაში მოთხოვნა გაიზარდა მრავალფუნქციურ ტექნიკაზე. მრავალფუნქციური ტექნიკას შესაბამისად ღირს უფრო ძვირი ვიდრე ერთი ან ორი ფუნქციის ტექნიკა. ამიტომ რახან ეს მოთხოვნა გაიზარდა, ჩვენი თანადაფინანსება 150,000 ლარიდან გავზარდეთ 250,000 ლარამდე. იმიტომ რომ მიზნებს არ უღალატოთ და დავაკმაყოფილოთ მიზანი, რაც არის ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდა. და ეს პროგრამა ჩაეშვება 15 ივლისით. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ თქვენს და თქვენს ბენეფიციარებსაც და აუცილებლად შედეგების მიხედვით კვლავაც გიმასპინძლებთ ბიზნეს პარტნიორს ეთერში, იმიტომ რომ საინტერესო იქნება წლის ჭრილში მთლიანობაში სურათის დანახვა, რამდენად რეალურად გამოადგათ ეს ამ ადამიანებს ამ პროგრამების ინიცირება. გიორგი დარჩია იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.